გესალმებით, ძირფასო მეგობრებო, ნახოთ ჩვენ ახლა სამ თვეში დაახლოებით რა ცვლილება იქნება, რა შეიძლება თქვენთან. რაც შეეხება სწავლება, ჩემთან შეგიძლიათ შეისწავლოთ უკვე ტაროზე, რა თქმა უნდა, წაკითხვა, გაშლა, რა თქმა უნდა, იქნება როგორც სტანდარტული კლასიკური სწავლება არის და რა თქმა უნდა იქნება ჩემი ინტერპრეტაცია შიგნით ჩართული, ხო? ჩემი გამოცდილება და პრაქტიკა. წლების, რა თქმა უნდა, 8 წლიდან მე ეს ჩემი სათამაშო მოკლედ ესე რომ ვთქვათ, ინსტრუმენტი იყო ყოველთვის თოჯინის მაგივრად, რომ იცოდეთ, თამაშობდი სულ კარტით, ბავშვობიდან მოყოლებული, ოღონდ გაშლებზე და არა ტუალეტობან. არა, ჯოკერი და ესეთ რაღაცები არა. რა თქმა უნდა, გაშლებზე. ამიტომ ძალიან დიდხნიანი 35 წლიანი პრაქტიკა, არა მეტი. 53 წლიანი? ვინცა კაცო რა 53. 38 წლიანი პრაქტიკა მაქვს. 38 წლიანი პრაქტიკა. ამიტომ ზუსტად ვიცი დაპრაქტიკებულიც და სხვათა შორის კი გავიარე სკოლები სპეციალური, რომ გადამემოწმებინა ჩემი თავი, მენახა ინტერპრეტაციები როგორ კითხულობენ, აი ეს დაწერილი, ამიტომ თქვი კლასიკურად როგორ არის ეს ყველაფერი და თქვენ წარმოიდგინეთ, არ მაქვს ცდომილება. არ მაქვს ხანდახან ხედავ, რომ საერთოდ გარტყმაში არ არიან და არკანებით, ესე სურათებით განსაზღვრავენ, ესეთი რაღაცები ჩემთან არ არის და გადამოწმებული მაქვს, როგორც ტაროზე, ასევე რუნებზე, სკოლა ჩვეულებრივად გავლილი მაქვს. უკვე შემიძლია გითხრათ ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, რიტუალების სკოლაც სპეციალურად აქამდე ეს იყო ჩემთან ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩემი დაპრაქტიკებული. თვითნასწავლს თლად ვერ დავარქვევ, იმიტომ რომ ეს მე გადმომეცა რაღაც სიზმრებიდან, ხედავდი ყოველთვის და ვიცი ვიღაც მასწავლდა მოკლედ. და მაგრამ ყოველთვის ვიყავი გაფრთხილებული, არ თქვას რეჟიმში ბავშვობაში და ამიტომ რა თქმა უნდა, არ ვამბობდი და თურმე სწორად ეხლა მივხვდი, რატომ აფრთხილებდნენ ასე კატეგორიულად. რაც შეეხება, აი ეს ყველაფერი მინდოდა გადამემოწმებინა და ამიტომ და თქვენ წარმოიდგინეთ, უზარმაზარი თანხა მაქვს ამ გადამოწმებაში, მე უკვე გადახთილი. კი ბატონო. ასე რომ შეგიძლიათ ჩაეწეროთ თავისუფლად ჩემთან და გაიაროთ კურსი შესაბამისად, როგორც პროფესიონალურ დონეზე. ჩვენ ახლა დავალაგებთ 3 ვარიანტს, აქ არის პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. და მოდი გავაკეთოთ აი ასე, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, სხვადასხვა ფერის შეყვარებულები. სხვათა შორის რამდენიმე შეიძინა ეს ანთელი და ბევრი არ აქცევდა ესეთ რაღაცებს, მანდა მაინც თუ თავი არ გადაჭამე, ზოგიერთს არ აქცევს ესეთ რაღაცებს ყურადღებას. ეს არის წყვილზე, ჩემო კარგებო. ვინც მით უმეტეს ურთიერთობაში ხართ და თქვენი ურთიერთობა არ გსურთ რომ დაიშალოს და დაინგრეს, აი ზუსტად ესეთნაირად
მზადდება და უბრალოდ სუვენირის სახით გაქვთ სახლში თუ პრობლემები შეგექმნებათ, იმ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ დაწვათ. ეხლა კი აირჩიეთ ან ფერის მიხედვით, ან დახუჭეთ თვალები და ციფრების მიხედვით პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი და ნახოთ, ვინც აირჩია პირველი ვარიანტი. რა ცვლილებები შემოდის? რა საინტერესოა? საინტერესო და თანაც ძალიან კარგი. აქ მე პირდაპირ გეტყოდით, რომ თქვენი საქმის რაღაც დაგვირგვინება შესაძლებელია ვიღაცას ან ბედის საკითხებით, აი დაოჯახების, ქორწინების, ესეთი საკითხებით კი მოგვარდეს, ხო? მოდი ჩავშალოთ უფრო ერთი არკანით არ ვისაუბროთ, რა სიახლეები შემოდის 3 თვის განმავლობაში, კი ბატონო დაოჯახება, რაც გახმაურდება სხვათა შორის თქვენი. მოდი ერთ წრეზე თუ კი ბრუნავდით და რაღაც გქონდათ ეს პრობლემა, აუცილებლად ამ საკითხების მოგვარება, რაც მოგიტანთ ძალიან დიდ ბედნიერებას და ეს გახდება შესამჩნევი. შესამჩნევი გახდება ისეთნაირად, რომ აი აქცენტს რომ გააკეთებენ, მე არ ვამბობ ცუდი ჭორი ან ცუდი ამბები, არა, უბრალოდ რომ აღნიშნავს და ისაუბრებს ხალხი ესეთი მდგომარეობა არის, სრული თქვენი გამოჯამრთელება, მე ასე გეტყოდით, თუ რამე პრობლემა გაქვთ, ერთი მომენტი ის არის, რომ შესაძლებელია ვიღაცას ჯირკვალი, ან ჩიყვი, ან ესეთი რაღაც ხმასთან დაკავშირებული ყურადღებ მისაქცევი საკითხი გქონდეთ რომელიმე თქვენთაგანს, ამიტომ მიაქციეთ ამას ყურადღებას, საშიში არაფერი არ არის, უბრალოდ რატომღაც საყურადღებოდ დამიფიქსირდ. ეს იყო პირველი ვარიანტი, შემოკარგება, მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა ეს წყვილი, სუფთასამთელი არის, თაფლის. თქვენ შემთხვევაში რა შეიძლება რა სიახლე შემოვა ამ 3 თვის განმავლობაში, რა ეტაპზე გადახვალთ? მე მგონია, რომ აქ თქვენ შესაძლებელია უფრო ეს გააკეთოთ რამე სწავლაზე აქცენტი, ან უბრალოდ შეიძლება ვერ ხედავდეთ თქვენს ვისთვისაც რეზონენდა, ხო? სხვა ვარიანტსაც გავაჟღერებ და ელოდეთ. შესაძლებელია ვერ ხედავდეთ რაღაც რესურსს, აი რა გამოგივა, შეიძლება რამეს სწავლობთ ან და ვერ ხედავთ, აი მე რა იქნება, ხო? აი აქ მე გეტყოდით, რომ ზუსტად თქვენ იპოვით, დაინახავთ, მოდი ასე ვთქვათ, მომავალს ან პერსპექტივას, აი წარმატებას, რაღაცა ის საკითხი, რომელიც არ გამოგდიოდათ და რა გამოვას თემაში გქონდათ, ხო? საბოლოო ჯამში რა იქნება? ვერ არკვევდით, ზუსტად აი ამაში იპოვით თქვენი გამართლებას, მომავალს, წარმატებას და დაინახავთ და იმასაც მიხვდებით, რომ შესაძლებელია აქ როგორ არის, უფრო მეტად მოგინდეთ კიდევ რაღაცა განავითაროთ საკუთარი თავი. აი ეს პოზიცია იქნება ამ 3 თვის განმავლობაში, შესაძლებელია ვიღაცას ან მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება რაღაც გინდოდათ შეძენა. ხო და იპოვოთ გამოსავალი მაშინ თუ ეს ბინის საკითხს უკავშირდება, მაგრამ უფრო მაქვს სწავლაზე მე აქცენტი აქ. ეს დაგანახებთ თქვენ სხვათა შორის ძალიან დიდ პერსპექტივას და ძალიან ძლიერად იგრძნობთ უკვე 3 თვეში თავს. ეს არის მეორე ვარიანტისთვის და მესამე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა. ეს წვილი თქვენთან რა ცვლილება იქნება. უკვე ვფიქრობ, რომ აღარც საჭიროებს ჩაშლას, ეს არის სურვილი, რომელიც კი ბატონო თუ ვინმეს დაბრუნებას ელოდებით, იცოდეთ რომ 3 თვეში აუცილებლად დაბრუნდება, მაგრამ ეს არის ძირითადად სურვილი, რომელიც აუცილებლად უნდა აგისრულდეთ, კი ბატონო. დამიკონკრეტე.
კი ბატონო, თუმცა აქ რაღაც იქნება დეტალების გარკვევა შესაძლებელია. რაღაც ძალიან წვრილ მანებზე დაფიქრება და ჩაძიებაც კი იყოს საჭირო. მაგრამ აი ამ წვრილ მანების არ არის გამორიცხული სურვილი წვრილმანი შეიძლება ძალიან, ხო, ისიც რომ აგისრულებად და შეგისრულებად. რა თქმა უნდა, აქაც მიფიქსირდება გამოჯამრთელება, თუ იმეს ეს საკითხი გაინტერესებთ, თორე და სხვა შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი სურვილების ასრულება აი ამ 3 თვის განმავლობაში. თქვენთან ეს ცვლილება იქნება, რაც სხვათა შორის ჯანსაღ დამოკიდებულებაში, ჯანსაღ სულიერ მდგომარეობაში გადაგიყვანთ. ნახეთ, შესაძლებელია. მე არ ვამბობ ეხლა რა პოზიციაზე ხართ, მაგრამ აი შინაგანად ისე რომ მიგრძნობთ კმაყოფილად თავს, რომ აი თითქოს რაღაც დამშვიდდით, გამოჯამრთელდით, აღარ ნერვიულობთ, ხო? თუმცა რაღაც ეს დაწვრილმანების თემა რა არის? ხო, დაწვრილმანების თემა. აქ მაინც მიაქციეთ ყურადღება დაახლოებით 1 თვის, 1 კვირის ვადაში თქვენთან კომუნიკაციაზე ვინ გამოვა, იმიტომ რომ რატომღაც ტილივით მიფიქსირდება ეს ადამიანი და ცოტა მატყუარა არის, ამასაც გაარკვევთ, ხო? შეიძლება ეს იყოს, რომ ვინმეზე ინფორმაცია გაინტერესებთ, ან რაღაც გაინტერესებთ, ხო? აი მაგას გაარკვევთ ზუსტად და მიხვდებით თქვენ ამ 3 თვეში ეს ადამიანი სინამდვილეში ვინ იყოფილა. ეს სტილი რაღა იყო. მეტი ინფორმაციისთვის უნდა მომწეროთ პირადში 593 WhatsApp-ზე 593-9887-6 ან 96 ბოლოში. გისურვებთ წარმატებები და გამშვიდობებით დროებით.